იმის გამო, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებების სათანადო სტანდარტი და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულება, დაფიონის Facebook გვერდიდან აღებული ვიდეო მასალა ფიზიკურად არ იყო შინაარსობლივი და საქმესთან კავშირში მყოფი, ამის გამო ბრალდების მხარემ მოინდომა და სამწუხაროდ გამოუვიდა, რომ წარმოადგენინა საქმის ძირითად გამომძიებელს ვიდეო მასალა, გაურკვეველი წარმომავლობის ვიდეო მასალა და ამ ვიდეო მასალის საქმეზე დამაგრება მოინდომა. Რა თქმა უნდა, დაცვის მხარის პოზიცია იყო აბსოლუტურად კატეგორიულად და ჩვენ ვითხოვდით, რომ ეს ვიდეო მასალა არ დართოდა სისხლის სამართლის საქმეს. ძალიან მარტივი წესი, რაც სისხლის სამართლის პროცესში არსებობს, არის ის, რომ მტკიცებულება, რომელიც სასამართლომ უნდა გამოიყენოს ბრალდებულის დამნაშავეობის შესაფასებლად, უნდა იქნეს სასამართლოში წარმოდგენილი. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ამ სავარაუდო დანაშაულის ორგანიზებას, ხოლო დღეს პროკურატურამ ჩაიდინა დაუგონარი რამ, როცა გამომძიებელს მოატანინა ფლეშკით და მან თავად აღიშარო ჯიბეში მაქვს ვაგერ ფლეშკა, სადაც მიწერია ვიდეო, რომელსაც არ გაუვლია არც ერთი ეტაპი, არც რამე ექსპერტიზა, არც ვიცით რა ვიდეოა ნამდვილია თუ არ არის და სასამართლომ სამწუხაროდ მისცა შესაძლებლობა, რომ ეს მტკიცებულება იქნეს ჩართული სასამართლო პროცესზე და დაერთოს საქმეს. ეს ნიშნავს იმას უბრალოდ, რომ პროკურატურამ ნაუცბათევად ჩაკერებულ საქმეში გაყალბებული მტკიცებულების ჩაკერებაც კი ვერ მოახერხა და ახლა გამოძებნეს მოსამართლე, რომელიც როგორც იქნა, ბევრი პროცესის მერე, როცა იგი თამაშობდა დაცვის მხარის მიმართ ლოიალურად განწყობილ მოსამართლეს და ობიექტურ მოსამართლეს და ცდილობდა ამის დამტკიცებას ბრალდების მიმართ გამოთქმული შენიშვნებით და საბოლოო ჯამში დატოვა ეს როლი და გამოაჩინა თავისი საკუთარი სახე, რომ იგი არის უბრალოდ ისეთივე მოსამართლე, როგორც კლანის ნებისმიერი სხვა დავალების შემსრულებელი მოსამართლე.